არჩევნები და ამ პარლამენტის არაწყობს და იმიტომ მოგესალმებით. სამწუხაროდ, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში, ამჯერადაც ჩემი პროგნოზი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით სწორი აღმოჩნდა. მე შევახსენებ საზოგადოებას ჩემს განცხადებას საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის გამოცხადებისთანავე და ვადების გამოცხადებისთანავე, რომ სრულიად ცხადი იყო, რომ საკონსტიტუციო კომისიას უკვე მომზადებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის სახში დაწერილი კონსტიტუცია, რომელშიც არც ერთ საკითხს არ შეცვლიდა და რომლის განხილვის დროსაც პრაქტიკულად არ გაითვალისწინებდა ოპოზიციის არც ერთ შენიშვნას. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იქნებოდა, ამის და მიუხედავად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა გადავწყვიტეთ, რომ მიგვეცა შანსი ხელისუფლებისათვის, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დავაყენეთ. შეგახსენებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომელიც ეხებოდა საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას. ასევე ჰქონდა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული სასამართლო სისტემაში ამპაროს პრინციპის შემოტანასთან დაკავშირებით. ჰქონდა ინიციატივები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეცვლილი იყო ისე, როგორც ეს ჭირდება ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროდ არც ერთი ეს საკითხი გათვალისწინებული არ იქნა და კომისიამ პრაქტიკულად საბოლოო ვერსია წარმოადგინა კონსტიტუციის იმ მოდელისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას აწყობს და არა საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ დღეს ვისმენდით ძალიან სასაცილო განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თურმე ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, ვინაიდან კომისიამ მუშაობა დაამთავრა. ეს არის ტყუილი, მეგობრებო, იმიტომ რომ კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია. კომისია მუშაობას ამთავრებს კვირის ბოლოს, როდესაც იქნება შემაჯამებელი სხდომა და კენჭისყრა და ჩვენ სწორედ რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც შუა პროცესში კი არ მივატოვეთ კომისია, თუმცა ვხედავდით, რომ ეს გზა არაფრისკენ მიდიოდა. ჩვენ რომ 2 კვირის წინ ან 3 კვირის წინ გაგვეკეთებინა განცხადება ბოიკოტის შესახებ, ხელისუფლებას ექნებოდა ამ შემთხვევაში ლოგიკური დასკვნის გამოტანის უფლება, რომ ეთქვა ჩვენთვის, რატომ ტოვებთ კომისიას, იქნებ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვიღებთ იმ წინადადებებს და ვეთანხმებით, რომელსაც თქვენ გვთავაზობთო. ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივეცით ეს შანსი საქართველოს ასე ვთქვათ, პარლამენტში წარმოდგენილ უმრავლესობას, რომელიც მან რა თქმა უნდა არ გამოიყენა. დიახ, ჩვენ მაშინ გამოვუცხადეთ კომისიის მუშაობას ბოიკოტი, როდესაც სრულიად საბოლოოდ თვალნათელი და აშკარა გახდა, რომ კონსტიტუციის მორგება მიდის ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე. მე მესმის, რომ დღეს აღტყინებული არის უმრავლესობა იმ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რომელიც მათ აქვთ. მე ვხედავ თითქოს დაწყევლილ ჩაკეტილ წრეში მყოფ პარლამენტის წევრებს, რომლებიც სიტყვასიტყვით იმეორებენ იმ ფრაზებს, იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაში იყო. საქმის გამომეტყველებაც კი ისეთივე აქვთ, როგორც ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ ლიდერებს ჰქონდათ. ოღონდ რით მთავრდება ოპოზიციაზე აგდებით საუბარი. რით მთავრდება იმის განცხადება, რომ თურმე ბოიკოტს აზრი არ აქვს. რით მთავრდება იმის განცხადება, რომ ჩვენ ვიცით და ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს და მე ძალიან ვწუხვარ, რომ კვლავ იმ ჩაკეტილ წრეში დარჩა საქართველოს ხელისუფლება, რომელშიც არაერთგზის აღმოჩენილა მანამდე საქართველოს სხვა ხელისუფლებები და რომელსაც ტრაგიკულად დაუმთავრებია ხელისუფლებაში ყოფნა. ზუსტად ესე მოხდება ქართული ოცნების შემთხვევაშიც, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამას ყველაფერს ეწირება საქართველოს მომავალი. ამას ყველაფერს ეწირება უამრავი ადამიანის კეთილდღეობა. მაგრამ რას ვიზამთ? ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებთ, საკუთარი თავის გარდა. მე ვაფრთხილებდი საქართველოს მოსახლეობას, რას მოუტანდა ქვეყანას ერთი ძალისათვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიცემა. მით უფრო იმ ძალისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობს არა პოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი, რომელიც ქვეყანას უყურებს როგორც საკუთარ ბიზნესს, რომელიც ადამიანებს და პოლიტიკოსებს ექცევა საუკეთესო შემთხვევაში როგორც ბიზნეს პარტნიორებს, რომელიც ქვეყანას უყურებს როგორც ერთი პირის
საწარმოს. სწორედ ამან განაპირობა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და რომელიც ჩვენს ბუნებრივია გავახმოვანეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დიახ, მე ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მაგრამ დიახ, კიდევ ერთხელ მივეცი ხელისუფლებას იმის შანსი, რომ ნაბიჯი გადმოედგა საღი აზრისაკენ. ოღონდ ხელისუფლებამ ეს ნამდვილად არ ისურვა. ცუდად დაასრულებთ, ბატონებო. ეს მხოლოდ დროის ამბავია. რამდენად დიდხანს გასტანს ბიძინა ივანიშვილის ფულებზე დაყრდნობილი ძალაუფლება. სამწუხაროა, რომ ქვეყანას კიდევ ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზული გამოცდები ელის.